ქვეყანაა საქართველო ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის თავზე. ეს კითხვა ბუნებრივია ბევრ თქვენგანს დაუსვამს საკუთარი თავისთვის მინიმუმ და ვინც ის და ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის უფრო ფართოდაც და კიდევ უფრო ფართოდაც და მე რასაკვირველია მეგულებიან ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა არის არაჩვეულებრივი და სწორი გზით ვითარდება და კარგად ვითარდებაო, მეგულებიან ჩვენ საზოგადოებაში ადამიანები, მათ შორის ჩემს სანაცნობოში გულახდილად გეტყვით და მაგრამ რასაკვირველია ისიც უნდა ვთქვათ, რომ უმრავლესობა ვისაც მე ვეკითხები და ვისთანაც მე მაქვს ხოლმე კონტაქტი და ურთიერთობა, ისევე როგორც მაღალი ალბათობით ვისთანაც თქვენ გაქვთ კონტაქტი, უკმაყოფილოა საქართველოს განვითარებით, საქართველოს ორიენტაციით. როგორი იყო საქართველო წლების წინ და წლების განმავლობაში ეს კითხვა დავსვათ თავდაპირველად და მე გეტყვით რომ საქართველოს იდენტობის, ქართული ხალხის იდენტობის ნაწილი იყო და არის და უნდა იყოს, მოდი ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით, ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის, რუსეთის იმპერიალიზმის და რუსეთის როგორც იმპერიის წინააღმდეგ. ასეთი იყო საქართველო მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში. საქართველო მეთქი ასე ვიტყვი, ასე ვამბობ, მაგრამ რასაკვირველია გულისხმობ საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც იბრძოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და სწორსაც შვებოდა, მართებულად იქცეოდა, იქ დროშა ეჭირა პირველ ყოვლისა რასაკვირველია განსაკუთრებით მეორე ნახევარში 60-იანი წლებიდან 1837 წელს დაბადებულ ილია ჭავჭავაძეს და სხვებსაც. მთელი მე-19 საუკუნე ჩვენი იდენტობისთვის ვიბრძოდით, ჩვენ იდენტობის გამოჩორკავნისათვის, გამოძერწვისათვის. ილიამ დაიჭირა ეს დროშა, ააფრიალა და თუ ვიტყვით, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ იმ ომში, გადაჭარბებული სულაც არ იქნება ყოველ შემთხვევაში. 1918 წლის დამოუკიდებლობა, რომელიც ციური მანანასავით დაგვეცა თავზე, იმიტომ აქ შეგვიძლია პირველი მსოფლიო ომის გავიხსენოთ, თებერვლის რევოლუციაც გავიხსენოთ, რუსეთში მომხდარი ოქტომბრის 1917 წლის რევოლუციაც გავიხსენოთ, ამავე რუსეთში მომხდარი, ანუ ლენინი როცა მოდის სათავეში და ციური მანანასავით დაგვეცა, მაგრამ 1918 წლის 26 მაისი მაინც არის ილიას გზის გაგრძელება მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის მესვეულ ლიდერებს თლად კარგი ურთიერთობა ხსენებულ ილიასთან არ ჰქონიათ. ილიას არ აუფრიალებია დროშა დამოუკიდებელი საქართველოს 1918 წელს, მაგრამ ილია არის დამფუძნებელი მამა ჩვენი ქვეყნისა. იმ ხანად, რომ შედგა იმ ჩვენი პირველი რესპუბლიკისა. არასრულ 3 წელიწადში პირველი რესპუბლიკა დაეცა. ბოლშევიკები შემოიჭრდნენ, რევანში აიღეს, სისხლი დაღვარეს, ვიბრძოლეთ, განა არა, მერე დავმარცხით, კიდე დავმარცხით, მერე კიდევ დავმარცხით, განა არა, ქაქუცაც დამარცხდა, ქაქუცას შემდგომი მეომრებიც დამარცხდნენ, 30-იან წლებშიც დავმარცხით და იყო ერთგვარი მარცხი, მაგრამ მაინც ამ 70 წლის განმავლობაში მანძილზეც იჩორკნებოდა, იძერწებოდა საქართველოს და ქართული ხალხის იდენტობა. ჩვენ ვიყავით, ვართ და უნდა ვიყოთ, ვიქნებით, მეთქი ხომ ახლა ვერ წარმოვთქვა ამ სიტყვას ბიზინა ივანიშვილის ხელში, ანტირუსეთები. ანტირუსეთობა, რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი იდენტობა, იდენტობის ნაწილი, რასაკვირველია, ერთის მხრივ ჩვენი იდენტობაა ცეკვა, მეორე მხრივ ჩვენი იდენტობის ნაწილია ჩაკრულოს მღერა, მაგრამ ასევე და ვინც ის და მთავარი, ან ერთ-ერთი მთავარი არის ჩვენი იდენტობა ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ რუსეთის იმპერია არსებობს. რა გააკეთა ბიზინა ივანიშვილმა 1956 წლის 18 თებერვალს დაბადებულმა 70 წლის კაცმა ამ შესაბამისად 14 წლის წინ, როცა 56 წლის იყო, 45-46 წლის იყო, როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში, ქართული ოცნება 1 ოქტომბერს 2012 წლისა, ამ პერიოდიდან მან დაიწყო საქართველოს იდენტობის ქვაკუთხედის შემონგრევა და ნგრევა. ბიზინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ არ ვიქნებით მებრძოლი ხალხი. ჩვენ ვიქნებით შემგუებლები. შევეგუებით იმ დღის წესრიგებს, რომლებსაც შემოგთავაზებს ჩვენზე ვეება, ჩვენზე მძლავრი, ჩვენზე დიდი, ჩვენზე კუნთმაგარი სახელმწიფო რუსეთის სახით. და ნელ-ნელა და მეთოდურად ბიზინა ივანიშვილმა იდენტობის ეს ნაწილი
გააუფერულა წაგვართვათ უგდებავთ ასე ვიტყვი და ამ კატასტროფისაკენ მივექანებით ახლა ჩვენ თუ ბიზიდა ივანიშვილი საბოლოოდ წაგვართმევს ამოგვართმევს გააუქმებს ავისი შეჭამს უგდებავთ ასე ვიტყვი შეხრავს იდენტობის ამ ნაწილს ქართველი ხალხის არსებობას აზრი არა აქვს მეთქი ახლა ეს როგორ წარმოვთქვა ეს თამამი წინადადება მაგრამ მაინც გავბედავდა ვიტყვი ასე ნაკლები აზრი აქვს მაშინ ამგვარი ან იმგვარი ხალხის ქართველი ხალხის არსებობას ქართველი ხალხი არის ან უნდა იყოს მებრძოლი თავისუფლებისათვის ხოლო თავისუფლების მტერი ჩვენი ბოლოს 3 საუკუნეა ლამის ჩვენი თავისუფლების მტერი არის რუსეთის ფედერაცია შესაბამისად უნდა იყოს ანტირუსეთული და ეს არის იდენტობა შერიგება რუსეთთან ყოველ შემთხვევაში ვიდრე ის იმპერია წარმოუდგენელია რაღა ის შერიგება წარმოუდგენელია ანუ ის იმპერია ანუ ის იბრძვის შენი თავისუფლების წინააღმდეგ შენი იდენტობა მასთან შეპირისპირება რომ შენ თავადვე გადარჩენ ბიზიდა ივანიშვილმა გარდა ამისა ნაცვლად იმისა რომ საქართველოს ხოლო და პარტნიორები დასავლეთში და საქართველოს თავად გამხდარიყო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი დასავლეთის ნაწილი მთლიანად მოატრიალა საჭე მარცხნიდან მარჯვნივ და ზურგს უკან რა სივრცეც იყო იმ სივრცისაკენ აიღო გეზი მე არავითარ შემთხვევაში არ უარყოფ ან არ ვაკრიტიკებ ან არ ვამბობ იმას რომ ყაზახეთთან უზბეკეთთან თურქმენეთთან ტაჯიკეთთან და ყირგიზეთთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს ანუ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან მე არც იმას ვამბობ რომ ჩინეთთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს რა საკვირველია უნდა გქონდეს მაგრამ ბიზიდა ივანიშვილმა ეს ყველაფერი საპირწონეს მოსპობის ხარჯზე გააკეთა ბელგია ნიდერლანდები საფრანგეთი ბრიტანეთი შვედეთი ნორვეგია გერმანია იტალია თუ ესპანეთი პირობითად ლაპარაკობ და ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყველა და აგრეთვე ამავე ევროპის ის სახელმწიფოები რომლებიც ევროკავშირში სულაც არ არიან მაგალითად შვეიცარია ეს ქვეყნები ჩვენთვის არის მეხუთე ხარისხოვანი მათ პროცედურული დემოკრატია ზოგადად დემოკრატია ლიბერალური დემოკრატია აქვს და ჩვენ მოგწონს ის მართლობის სტილი რომელიც დამკვიდრებული ასე მაგალითად აზერბაიჯანში ხო აზერბაიჯანზე გამახსენდა არ ვიცი იცით თუ არა რომ რამდენიმე ხნის წინ თბილისში მყოფმა ჰეიდარ ალიევმა უკაცრავად ილჰამ ალიევმა ჰეიდარის ძემ როგორ შეგეშლება კაც ილჰამ ალიევმა ბიზიდა ივანიშვილს რომ სტუმრობდა იმან სოლოლაკის ქედზე არსებულ სასახლეში შედგა ეს შეხვედრა ილჰამ ალიევმა ბიზიდა ივანიშვილს ყველა სხვა საკითხთან ერთად შესთავაზა ერთი უსაინტერესო ესი წინადადება მოდი საქართველოს სომხეთმა და აზერბაიჯანმა შექმნან ერთობლივი თავდაცვის სისტემა რასაკვირველია ილჰამი არ ლაპარაკობდა ერდოღანის ნებართვის ხოლო ერდოღანი ამ ყველაფერს ილჰამს ეუბნებოდა რასაკვირველია საკუთარ ნატოელ პარტნიორებთან გადათანხმების შემდეგ მოკლედ პროექტი იდეა არსებობდა და არსებობს კავკასიის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე სახელმწიფოს ერთობლივი საჰაერო თავდაცვის და ზოგადად თავდაცვის სისტემების შექმნის თაობაზე ბიზიდა ივანიშვილმა ამ არც თუ დიპლომატიურად ნათქვამს პირდაპირ ნათქვამს ილჰამ ალიევისა წინადადებას გაკეთებულს პირდაპირ მოусმინა მაგრამ იქვე მას პასუხი არ გაუწია ილჰამმა უკვე შემდგომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ბიზინას უთხრა რომ კარგი იქნება ბატონო ბიზინა თუ მალევე დაგვიბრუნებს საქართველოს პასუხს რას თხოვენ საქართველოს რიცხვები ციფრები მე არ ვიცი რა თანხით უნდა შევიდეს ამგვარი პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი თავდაცვის ზღუდის თავდაცვის სისტემების შექმნის პროცესში თუ პროექტში არ ვიცი კვლავ ვიმეორებ მაგრამ ის კი ვიცი რომ თანაბარი კონტრიბუცია უნდა შეიტანოს აზერბაიჯანმა სომხეთმა და საქართველომ პირობითად ავიღოთ 100 მილიონი თავდაცვის უწყებებმა 100 მილიონი დოლარი ხოლო 90% ამ პროექტისა დააფინანსებს ესე ვიტყვი ზოგადად დასავლეთი და უფრო კონკრეტულად შეერთებული შტატები საქართველოს აზერბაიჯანის და სომხეთის ხელისუფლებების ადეკვატური პასუხისა და მზაობის შემთხვევაში ამბავის ის არის რომ ამ ხნის ამ შეხვედრის შემდეგ გამოხდა დაახლოებით 3 თვე 2 თვე ნახევარი და ბიზინას ან მის რომელიმე პაჟს თავდაცვის უწყებას პრემიერ-მინისტრს ასე შემდეგ პასუხი აზერბაიჯანისთვის ანუ დასავლეთის პირით მოლაპარაკე ილჰამ ალიევისთვის არ დაუბრუნებიათ ეს ყველაფერი გამახსენდა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ ხელისუფლებად წოდებული ქართული ოცნება
ქართული ოცნების ბანდა რეალურად არაადეკვატურია ყველა კონტექსტში და როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისმის სიგნალები ამგვარი რომ თბილისმა იცის რა უნდა გააკეთოს ისედაც იცის ამასაც გულისხმობენ ამერიკელები აგრეთვე თუ გახსოვთ რუბიო პირდაპირ ამბობს რომ თბილისმა უნდა შეცვალოს საქციელი ამასაც გულისხმობს რომ ამ თვალსაზრისითაც შეცვალოს საქციელი ანუ ქმედებები და თბილისმა უნდა შეცვალოს ტრაექტორია კი უნდა იყოს მინიმუმ კავკასიისათვის მნიშვნელოვანი და საერთოდ დასავლეთზე ორიენტირებული უნდა გახდეს როგორც გახდა დასავლეთზე ორიენტირებული ასე მაგალითად სომხეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ზოგადად დასავლეთს თავდაცვითი ზღუდეების ან თავდაცვითი სისტემების შექმნა მთლიანად კავკასიის რეგიონში სჭირდება იმიტომაც რომ უმნიშვნელოვანეს პროექტებისგან ხორციელებას იწყებს ამერიკის შეერთებული შტატები და ზოგადად დასავლეთი ამ რეგიონში და უსაფრთხოება ამ პროექტებისა, ამ გეგმებისა გარანტირებული, ანუ ზრუნველყოფილი უნდა იყოს. ხო და მე ვკითხულობ ასე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ კითხვას, რა ორიენტაცია აიღო ბიზიდა ივანიშვილმა? ჩინეთი არა ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ჩამობღაუჩება ჩინეთზე არ შეიძლება. ცენტრალური აზიის სახელმწიფოები არა ვარ წინააღმდეგი, მაგრამ მხოლოდ მათზე ორიენტაცია არ შეიძლება ისე რომ შენ ზურგი დადგე საფრანგეთისაგან და გერმანიისაგან, ანუ ევროპას უგანო და თავიდან ბოლომდე გადაერთო აღმოსავლურ პოლიტიკაზე, უბრალოდ დამღუპველია საქართველოსთვის და იდენტობის ხალატიც არის, იდენტობისათვის ზურგში ლახვარის ჩაცემაც არის. ჩვენი იდენტობის მეორე ნაწილი არის ის, რომ ჩვენ ევროპაზე ორიენტირებული სახელმწიფო ქვეყანა და საზოგადოება უნდა იყო და საერთოდაც ევროპული სივრცის ნაწილი უნდა იყო. ეს ხომ ფაქტია. მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი 2012 წლიდან ჩაკლა და ახლა თქვა რომ ყირგიზეთში უკეთესი განათლების სისტემაა ვიდრე ნიდერლანდებში. ტაჯიკეთში უკეთესი ჯანდაცვის სისტემაა ვიდრე საფრანგეთში. უზბეკეთში უკეთესი სოციალური დაცვის სისტემაა ვიდრე გერმანიაში და ასე შემდეგ და თავიდან ბოლომდე მოსწყვიტა ან ცდილობს რომ მოსწყვიტოს დასავლურ სივრცეს ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყანა. ჩვენ დიდი დრო არ აგვაქვს. ბიზიდა ივანიშვილი გუშინ დასრულებულიყო. რაც რო დიდ ხანს დარჩება ხელისუფლებაში, მით უფრო დააკარგვინებს საქართველოს იერს და საქართველოს იერი საქართველოსში გამოჩორკნილობა საქართველოსი არის სწორედაც რომ ანტირუსეთობა. შენ უნდა იყო რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო. ეს იყო რის თქმაც სულ რის თქმაც მინდოდა, მაგრამ და ამით მე რომ ამომეწურა და მე თქვა რომ ბიზინა ივანიშვილი ოხრასაზიზღარი და ასე შემდეგ. მაგრამ უცებ სკროლვა იმითი ბოლო ინფორმაციებს ნახავ, მეთქინე შემხდა ინფორმაცია უკრაინის თაობაზე, როგორ იბრძვის უკრაინა, რა დაბომბა ცოტა ხნის წინ შემიძლია გითხრათ, რა დაბომბა, მაგალითად უკრაინის გენშტაბი რუსეთზე თავდასხმებს აჯამებს, ხო? ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები დარღვევი მიაყენეს რუსი აგრესორის სუბიექტებს მოსკოვის ოლქში მაგალითად და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს მე ვთქვი ხა უკრაინაზე ვილაპარაკებ კიდე მეთქი, მაგრამ მე უცებ სკროლვისას შემოხვდა ამგვარი ინფორმაცია დღეს რა არის 22 ივლისი დღეს რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თარიღი? ეს არ არის ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში გამარჯვების თარიღი 9 მაისი, რეალურად 8 მაისი, მაგრამ ოკეი 9 მაისი დასრულდა ეს დიდი სამამულო ომი მეორე მსოფლიო ომი. ნოგვიან დასრულდა, მაგრამ ნუ მაინც არის ნაციზმი განადგურდა 9 მაისს. კი ბატონო, თუ გებოთ ასე ვთქვათ 8-ში რეალურად. 22 ივნისი არის ომის საბჭოთა კავშირის ომში ჩართვის დღე. აღსანიშნავი სადღესასწაულო დღე ეს მოიხსენებათ არ არის. მაგრამ რატომღაც ცალკეული სახელმწიფო, მათ შორის ბელარუსი ამ დღეს აღნიშნავენ. სიმართლე გითხრათ, კარგად არ მისმის. რატომ? აღნიშნავენ, მე არ მინდა ვთქვა, რომ ზეიმობენ მეთქი, ცოტა გადაჭარბებული და ესეთი არასწორი ზმნა იქნება ალბათ. მაგრამ ბელარუსშიც ეს დღე აღინიშნება, ისევე როგორც მოსკოვში აღინიშნებოდა ალბათ. ხო და ამბავიც ის არის, რომ ამ ომში 51 და 55 წლამდე რაც მიმდინარეობდა 22 ივნისიდან 9 მაისამდე
ქართველებმა დაკარგეს, საქართველოს დაკარგა მინიმუმ 250,000 ახალგაზრდა. აი ეს ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე რომ ყოფილიყო მანამდე, რა ვიცი, 19 წლით ადრე, 20 წლით ადრე, ხომ თლათ უკეთესი იქნებოდა. არა, ბევრი მათგანი დაბადებული არ იყო, მაგრამ მამები ხო ყავდათ თითოეულ მათგანს, მშობლები, რომლებსაც რომ დაეცვათ საქართველოს მშობლების უმრავლესობას 21 წელს ვინც ის და ის ტრაგედია არ მოხდებოდა, რაც მოხდა, ანუ საქართველოს სახელმწიფოს გაუქმება. კარგი. მოკლედ, ბელარუსში ქართველმა მოსწავლეებმა ახლა დღეს დიდი სამამულო ომის დაწყების 95 წლის თავისადმი მიზღუნ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტური სპუტნიკი აფცელებს და ამ ყველაფერს არ დაუჯერებდი, ფოტოები რო არ ვენახა ამ ბავშვების. მათივე ცნობით მოსწავლეები ბელარუსის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს ნატალია კოჩანოვას გაესაუბრნენ. კოჩანოვას ქართველებმა მოსწავლეებმა ქართული სიმბოლიკის სუვენირების აჩუქეს. მე არ მინდა დავიჯერო, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ კულტურის სამინისტროა ამ ყველაფრის სათავეში. მე მგონია, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ვითომ ოფიციოზის წარმომადგენლებმა პასუხი უნდა გაგვცენ. ამის გაკეთება რა აუცილებლობა იყო. რა ურთიერთობა აქვთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კოლეგებთან ბელარუსიდან, რომ ეს გააკეთეს. ამავე ცნობის თანახმად რუსული სამთავრობო გამოცემა სპუტნიკი წერს, რომ ქართველი მოსწავლეების საჩუქრები მუზეუმს გადასცა და პირობა დადო, რომ საქართველოში ბელარუსი ბავშვების საპასუხო ვიზიტის ორგანიზებაში დაეხმარებოდა. ვინ ვის სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მოკლედ კოჩანოვა ჩამოიყვანს ბავშვებს და ვინც ის და ჩამოყვება კიდეც. ეხლა ეკითხებით. პრეზიდენტ ივანიშვილმა საითკენ წაიყვანა ქვეყანა? საფრანგეთისკენ, გერმანიისკენ, ბრიტანეთისკენ, ამერიკისკენ, თუ ბელარუსისკენ, ყირგიზეთისკენ, უზბეკეთისკენ და ტაჯიკეთისკენ, თურქმენეთისკენ, ჩინეთისკენ და პირველ ყოვლისა კი რუსეთისკენ. აი ეს არის იდენტობის მოშლა, მონგრევა, მორღვევა და ამაზე რომ ამახვილებთ ყურადღებას. ხო? ჩვენ შემოგვასწევენ ხოლმე ტროლებს და გვაგინებენ. გვაკრიტიკებენ, არა გვაგინებენ. ნახვამდის.